სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გამარჯობა, მოგესალმებით ფანოს შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო ტელემაყურებლებო. ტრადიციულად სოლიდარობით ვიწყებ გადაცემას და სოლიდარობას უცხადებ გუშინ დაკავებულ პოლიტიკოსებს ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას. ქართული ოცნება ხსნის პოლიტპატიმრების ანტირეკორდს ძვირფასო ტელემაყურებლებო. ასევე სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და ყველა სინდისის პატიმარს. ორი დღის წინ კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა შეემატა მათ რიგებს. მალე გათავისუფლებას გისურვებთ ყველას, ძვირფასო მეგობრებო. ხაბეიშვილი და ზოდელავა დააკავა სუსმა გუშინ. დაკავების მიზეზია ძალიან უცნაური. ლევან ხაბეიშვილი გედედეს თანამშრომლებსო ხალხის მხარეს გადმოსვლის სანაცვლოდ $200,000 თავაზობდაო. ძალიან უცნაური რაღაცის გამოყავთ დაკავება. რა ვიცი, 2012-ში დაპირებები მახსოვს 5 მილიონი თითო სოფელს და უფასო ფულიო და ამ დაპირების გამო კაცი არ მინახავს მე დაჭერილი ძვირფასო მეგობრებო. რაბი ამ ლოგიკით ეხლა ბიჯინასაც ეკუთვნის. რაღაცა პატარა პატიმრობა მაინც შევთავაზოთ. შევთავაზოთ უბრალოდ. კი არ დავიჭიროთ, შევთავაზოთ. ოცნებამ ასევე დააკავა საკუთარი გუნდის ყოფილი წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ჯუანშერ ბურჭულაძის მერე ბიძინა ალბათ დაიჭერს ღარიბაშვილს, მერე დაიჭერს გომელაურს, ლილუაშვილს, უჩა მამაცაშვილს და ბოლოს ბიძინა ივანიშვილი დაიჭერს ბიძინა ივანიშვილს. იმის შიშით რომ თავისი თავი თვითონვე არ დაამხოს იმდენად შეშინებულები არიან. ერთი კვირის წინ ქართულმა ოცნებამ თავისივე პრეზიდენტის შეწყალებით საპატიმროდან გაათავისუფლა ოპოზიციური პარტიის ლელოს ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე იაკობ გოგებაშვილის იმიჯით. ულოცავ მათ გათავისუფლებას. ბადრისაც ველოდებოდი რაღაცა განსხვავებულად, უფრო თმებ გაზრდილი გამოსულიყო, რაღაც ცოტა კლინტ ისტუდის რაღაცა კლინტ ისტუდსო დამსგავსებოდა, მაგრამ ბატონი ბადრი მაინც არ ღალატობს თავის აკადემიურ იმიჯს. პოლიტპატიმრობა ისე ცვლის ადამიანს, მაინტერესებს სხვა პოლიტპატიმრები თუ შეიცვლიან იმიჯს. აი ნიკა მელია შეიძლება აფრიკული ნაწნავებით რომ ვიხილოთ თავისუფლებაზე, ეს იქნება ჩემთვის ძალიან საინტერესო სანახავი. აქვე მოვიკითხავ ყველას და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ვიხილავთ ყველა სინდისის პატიმარს თავისუფლებაზე. მთავრობას მინდა მივმართო. აი რომ გეგონათ სულ იქნებოდით ხელისუფლებაში. ხედავთ, თურმე სად მთავრდება თქვენი ბოგინი? სად მთავრდება? ხედავთ, სად დადგა თქვენი დასასრულის დასაწყისი? რო იძახდით, რომ 2008-შიც ვიქნებით, 2010-შიც ვიქნებით, 2040-შიც ჩვენ ვიქნებით, სულ ჩვენ ვიქნებით. მოგიწიათ გაქცევა? მოგიწიათ? ნეპალის მთავრობაზე საუბრობ ახლა ამ კონკრეტულ მომენტში ძვირფასო მეგობრებო, ნეპალის მთავრობას მივმართავ. იცით ალბათ რა მოხდა ნეპალში, მოქალაქეებმა მთავრობა დაამხო, კორუმპირებული მინისტრები და ჩინოვნიკები მდინარეში ჩაყარეს, მთავრობიდან ნაწილმა თავს უშველა და გაიქცა. ნახოთ როგორ დატოვეს ნეპალელმა ჩინოვნიკებმა რეზიდენცია ძვირფასო მეგობრებო. ნახეთ რა საყვარლები არიან. ამას ეს მუსიკა მოუხდება და მოდი ეს მუსიკა დავადოთ, кайიქ. რა ვიცი, ახლა ჩვენც ყავს ქართული ეს კაცო ეს მიშას დროინდელი პუმები, ეს ფრენები რამდენი ხანია დაუქოქავია. რატა
ამდენი ხანი ესე დაგოგდეთ, კიდე იმუშავებს ნეტა. ნეტა კიდე იმუშავებს. 13 წელია უყენია კაცო და არა და რაღაცა ოქტომბრის სტიქი ამოდის. ხო შეიძლება რომ ამოიქოქოს და გავსინჯოთ რომ რა ხდება, როგორ იქნება და ასე შემდეგ. მოდი დაუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანას, სადაც ისევ ის მთავრობა. რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა მელიქიშვილის გამზირზე, კახიკალაძის საარჩევნო შტაბის წინ. ამ დროს შტაბიდან გამოცვიდნენ ოცნების აგრესიული ტიტუშკები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს. მოდი გავიხსენოთ ეს არც თუ სასიამოვნო კადრები ძვირფასო მეგობრებო. აქ კი ვხედავთ ფაქტს, რასაც საპირისპიროდ ამტკიცებს ჩინური მარგარიტა სიმონიანი. რასაკეთებ, ბიჭო? ტიტუშკა რეზინის ხელკეტი. აი ძვირფასო მეგობრებო, ესენი არიან პატრიოტი ქართული ღირებულების დამცველი ქართული ოცნების მომხრეები. ნახოთ კიდევ რამდენიმე ფოტოც, ხო ეს ფოტოების ხო ნახეთ, აი ნახეთ, ესე უკვე გადაამონტაჟეს უკვე სოციალურ ქსელებში და ამიტომ მეც ეს გავრცელდა და შესაბამისად გავუშვით ეთერში. აი ეს ჟესტები არ ვიცი ძვირფასო მეგობრებო, რაღაცა საერთო საბრძოლო რიტუალივით აქვთ. აი რაღაცა ეს ჟესტი რა მე ხლა ვერ ფიზიკურად ვერ ვაჩვენებ, იმიტომ რომ აი ნუ ჩემში არ ზის ესეთი რაღაცეების ჩვენება. ნუ ფიცის დადების დროს ყველა ვიცით რომ გულზე იდებენ ხელს და ისე იფიცებენ და მე მაინტერესებს ოცნების აქტივისტები როგორ წევრიანდებიან პარტიაში, როგორ დებენ ფიცს. ძალიან მაინტერესებს. ოცნების ტიტუშკების ჟესტებს თუ გადავხედავთ, რა უხერხულად ჟღერს ნაწყვეტი მათივე ნამღერი ეს ოცნების საარჩევნო ჰიმნიდან ჩემი საქართველო აქ არის. აი ამ სურათებს რა ვიცი რავი თან ეს სიმღერაც რო არის და თან ეს სურათებიც რაღაცნაირად აი ცოტა უხერხულად ჩანს. კახი მაინც გაითვალისწინე. აი ეს ამდენი მოძალადე რომლებიც სცემდნენ ქალებს პოლიციას საერთოდ არ დაუნახავს. ეგ კი არა პოლიციას რომ წყლით სავსე ბოთლები ხდებოდა თავში, ეგეც ვერ დაინახეს. და ზოგადად მზია ამაღლობლის შემდეგ ძალიან გაუფუჭდა მხედველობა ქართულ პოლიციას და საერთოდ ეს ძალადობა კი არ იყო, ეს იყო მშვიდობიანი ძალადობა. მშვიდობიანი ძალადობა. ისე რაც დავაკვირდი, იცით, ეს წყლით სავსე ბოთლები რო ხდებოდათ პოლიციელებს თავში, ვერაფერს რო ვერ შვრებოდნენ და უსუსურად იდგნენ, ყველა მათგანს სახეზე ეტყობოდა, რომ მგონი ესენიც 4 ოქტომბერს ელოდებიან ძვირფასო ტელემაყურებლები. მოქალაქეების ზეწოლის და ოპოზიციური არხებზე ვიდეო მასალების გაშვების შემდეგ, ნუ სამართალდამცავებმა 2 ტიტუშკა დაიჭირა, იმიტომ იძულებულები იყვნენ. ახლა ქოცები პირიქით აქციას გეგმავენ ლოზუნგით თავისუფლება, კეთილი და ყველასათვის საყვარელი მთავრობის ტყვეებს. მეორე დღეს კახიკალაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რა რეაქცია ჰქონდა მას ტიტუშკების მიერ აქციის მონაწილეების და მათ შორის ქალების ცემაზე. ნახოთ რა კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა. ქალი არ არის არც ერთი, რაღაცა სხვა ჯიშია. ძალიან მაღალი ზნეობის და კულტურის ადამიანია ჩვენი თბილისის მერი. ნუ შეხედეთ როგორი კულტურულად მიუგო ჟურნალისტს. სხვა ჯიში არიანო, სხვა ჯიშებიო, ხვდებით აი. ადრე სიგზე სიგანეო, მერე გამოექანეთო. ნუ ეს კაცი მერის კამზე კი არ უნდა ხმებოდეს, ამას საერთაშორისო პოლიტიკა უნდა ებაროს. აბა რა კახი, ქალები არიან კი არა, ქალი ვიცი მე ჩაკუჭით. ქალს რა უნდა აქციაზე? ჟურნალისტებმა ბევრი კითხვა დაუსვეს კახიკალაძეს, მოდით ნახოთ როგორ მოიგერია ისინი. კალაძე კრიტიკულ მედიის ჟურნალისტებს აცადეთ უკვე სისხლი მომდის ყურიდან. რა მაგრად უთხრა კახი, აი დაგლიჯა რა. აი დაგლიჯა რა, გაჩერდი რა ყური და სისხლი მომდისო. სისხლი კი არა, შეიძლება ტვინია კახი, ტვინი მოგდის, გაიგე ყურებიდან, ჰა? მუშაობს ფილტვი. ფილტვი მუშაობს. შენ გიყვარს ესეთი ხუმრობები, მაგ ჟურნალისტს უთხარი, ცოტა ილაპარაკოს, თორე ენა გაუოფლიანდება. აი ესეთი ამბები, აი ესეც მაგარია ჩაი დაიმახსოვრე კახი, გამოგადგა, მოკლედ რა. აი რა ენა აქვს მართლა ამ კახის? კახისთან ერთად სუფრაზე არ უნდა დაждდეთ, თორე მშიერს დაკტოვებს. გეფიცები მშიერს დაკტოვებს. მელიქიშვილის მომხდარ ინციდენტზე ყველაზე ორიგინალური შეფასება გააკეთა ამიერკავკასიაში უძლიერესმა პოლიტიკოსმა
Რა თქმა უნდა, ნინო წილოსანა მოვისმინოთ მისი განცხადება. ეს სიმღერა გულისხმობს ყველა ქართული ოცნების დედის გინებას. დედის გინებაზე როგორ რეაგირებენ ქართველები, შეგიძლიათ იხილოთ ისტორიულად და ტრადიციულად. დედის გინებაზე როგორ რეაგირებენ ქართველები, შეგიძლიათ იხილოთ ისტორიულად და ტრადიციულადო. მართალია ნინ? დედის გინებაზე ჩვენი წინაპრების რეაქციები შეგიძლიათ ამოიკითხოთ ლეონტი მროველის ქართლის ცხოვრებაში ძვირფასო მეგობრებო. მართლა ნინ? და თბილისის დაარსების ისტორია თუ იცით თქვენ საერთოდ. იცით როგორ დაიწყო ყველაფერი? ვახტანგ გორგასალი გამოვიდა სასეირნოდ და უცებ გამოფრიდა თავხედი ხოხობი და თქვენი დედაო მიაძახა ამათ. და გაიქცაო და ვახტანგი დედის გინება არ უნდაო და დაადევნა რაღაცა იქი და ჩაახჭო აბანო თუბანში. ნინ ვახტანგი როგორი ფსიხი არა უშავს? მინდა შევეხო თეატრ-ლუკიანის კომისიის დასკვნას, ნახოთ როგორ გამოეხმაურა ამ დასკვნას ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პროპაგანდისტული მედია. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მედია წულუკიანის კომისიაზე. თბილისმა აღიარა ის, რასაც ჩვენ და რუსეთი 17 წელი ველოდით. ახლა არ გამოვრიცხავ სამხრეთ ოსეთმა საჩივარი შეიტანოს სასამართლოში 17 წლიანი უაზრო ლოდინის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და ღირსებიც ვიქნებით. აბა რას ვაკეთებდით ამ 13 წელი? რა 2012-ში არ შეგიძლიათ იგივე დასკვნა გამოგექვეყნებინათ? აღფრთოვანებულია სამხრეთ ოსეთის მარიონეტული მთავრობა. მადლობას უხდიან ქოცებს, როგორც იქნა აღიარეთ დანაშაულიო. ეს სიხარული ნაადრევია. ცოტა ხანში ბოდისაც მოგიხდით და მერე უფრო გაიხარებთ. ჩვენ ისეთი კაი მთავრობა ყავს, ეგ კი არა შეიძლება ეგ ტერიტორიები საერთოდ გაჩუქოთ. ესენი ჩვენთვის არიან მოღალატეები, თორემ თქვენთვის ამაზე პატრიოტი არავინ ყავთ, რო იცოდეთ გარშემო. ქვეყანაში ხედავთ თვითფასო მეგობრებო რა ხდება და ამ ყველაფრის ფონზე გავრცელდა ხმა რომ გახარიას პარტიამ შეიძლება ბოიკოტი შეწყვიტოს და პარლამენტში შევიდეს. გახარია თუ შევიდა პარლამენტში კი მიეცემა მივიწყებას ჩორჩანას საგუშაგოს აშენების ამბავი თავის დაკარგული მილიონი კვადრატული მეტრი მიწით. თან ახლა პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ისეთი კარგი ფასებია ის სავაჭროდ. ესეთი მეტი რო არ შეიძლება. თქვენ თუ გახსოვთ გახარია რატო გადადგა? რაღაც ერთ კონკრეტულ გადაცდომაზე ვერ დავხუჭე თვალიო კაცი ამბობდა. ბატონო გიორგი, ახლა რომ ვუკვირდები, მე მგონი ჯობდა მაშინ დაგეხუჭათ თვალი. იმიტომ რომ ახლა პირდაპირ დაძინება გიწევთ. ისეთ რაღაცას აკეთებთ. პირდაპირ უნდა დაიძინოთ. ახლოვდება 4 ოქტომბერი და ქართული ოცნება გვთავაზობს უცნაურ ვერსიას. თითქოს აქციის ორგანიზატორთან თანამშრომლობენ მათი გუნდიდან წასული ადამიანები. მთავარი აქ ერთი რამე. ნახოთ როგორ მოიხსენიებენ ადამიანებს, რომლებსაც ერთ დროს აღმატებული სიტყვებით აქებდნენ ხოლმე. აი იმ ხალხს როგორ მოიხსენიებენ, ნახოთ. გუნდიდან გაგდებულები ზოგიერთი ყოფილი წევრი საქართველოში რადიკალიზმს ასაზრდოებს. გუნდიდან გაგდებულებიო, ანუ სხვათაშორის ირაკლი კობახიძემ ახალი ეპიტეტი დაუმატა ყოფილ გუნდელებს. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ხაბეიშვილსო ერთ სასაცილო კაცო, ანუ ხაბეიშვილსო სასაცილო კაცო რაღაცეებს კარნახობს მეორე სასაცილო კაციო. მეორე კაციო. ეს თქვა ოცნების ყოფილ წევრზე. ნეტა ვინდი გულისხმა იმ მეორე სასაცილო კაცში. აი ეგ ძალიან მაინტერესებს. აი მოიცი უეჭველი ჩემზე ამბობს ეგ თმაფუჩეჩა ინდეთ. ბატონო ირაკლი, თქვენზე ამბობს, საიდან მივხვდით რომ თქვენზე ამბობს? აი ეს სასაცილო სხვა ვინ იყვით? ძალიან მაინტერესებს ვიზი. უეჭველი მე მგულისხმობს ეგ თავში ჩინეკა კაცი მეუნებოდა და ამის დროზე უნდა გამიჩიჭეთ მე ვიზი. გასაგებია კი, მაგრამ შემომძანდით ბატონო ირაკლი პირდაპირ ეთერში თქვით ყველაფერი თუ სათქმელია. იყო აქედან პატარა საქმე კი. ნოდარისთან რომ მოსული რაღაცა ფლეშკამაკ მოტანილი. რაღაცა ვიდეო მაქვს რაღაცა გადასაწერი. რა ვიდეო უნდა გადაწერო? ძალიან მაინტერესებს. ისეთი სკოლის ბანკეტის ვიდეო მაქვს. მაგის ვიდეო გადაწერე. საკაიფო ვიდეოა, ყველა ნახავთ მაგ ვიდეოს მალე რა მაგის. ძალიან საინტერესო, ძალიან მაინტერესებს თქვენი სკოლის ბანკეტის ვიდეო. იმედია მალე იხილავს საზოგადოება. კი, უეჭვენი. ძალიან დიდი მადლობა. გაგდებულები ძირფასობები. ანუ ოცნების ჩინოვნიკები იყოფა 3-4 ნაწილად.
დუხზე აგდებულები, ვისაც უანგაროთ ან იაფათ სჯერა ქოცების, მესიჯ ბოქსში ჩაგდებულები, ანუ ბობოლა ქოცები, გაგდებულები, ღარიბა და ლილუაშვილი და ღვთის ანაბარა დაგდებულები. მაგალითად ჯუანშერ ბურჭულაძე არავის არ ახსოვდა და რა ვიცი უცნაურად აგერ გაწილეს კაცი. 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები გვარწმუნებენ, რომ ამ დღეს მოხდება ქართული ოცნების მშვიდობიანი დამხობაო. გაჩნდა დიდი მოლოდინი. ამ 4 ოქტომბრის 13 წელი დასჭირდა ხალხს იმის მისახვედრად, რომ სიტყვა დაგმობა შეეცვალა სიტყვა დამხობით. აი ეგეც ევროპის ბრალია. მაგათმა მიგვაჩვიეს ამ დაგმობებს, აღშფოთებებს, მშვიდობიან ფორმის პროტესტებს და თეატრალურ პერფორმანსებს, თორე აქამდე ამ მთავრობას დედა არ ეყოლებოდა ძვირფასო მეგობრებო. მადლობა გადაუხადეთ ისევ ევროპას და ევროკავშირს, ქართულ ოცნებამ. მადლობა. აი ყველაფერი გავიგე, მაგრამ ორი რაღაცა ვერ გავიგე. უალკოჰოლო ლუდი და მშვიდობიანი დამხობა. აი ეს ორი რაღაცა არ მესმის, მაგრამ 4-ში გავიგებ სავარაუდოდ. გავარკვევ როგორია ერთი ეს უალკოჰოლო ლუდი. 4-ში ნახოთ. როგორც იცით, ძვირფასო მეგობრო, მე მაქვს ხოლმე ხილვები. რაღაცა ხშირად ვფიქრობ ხოლმე და აი ამ თემებზე და რაღაცა სულ მაქვს ხილვა, რომელიც სულ რა ვიცი, აი 90% ახდება ხოლმე. აი ახლაც ხო ხილვა დამეწყო. აი ეს ოქტომბერთან დაკავშირებით მაქვს ხილვები. აი მაგალითად ახლა ვხედავ ქართული ოცნების ტიტუშკები გარბიან თავქუდ მოკლეჭილი. ხილვაში ვხედავ. კი, აშკარად ტიტუშკები არიან. როგორ რა ვიცი კაცო? ხელი საუხრეზე აქვს სწავლებული და ისე გარბიან და აბა ტიტუშკები იქნებიან, რა მიქნებიან. აი ესეთი ხილვა მაქვს. ვხედავ ცეკვის ანსამბლის ავტობუსს და მამუკა მდინარაძეს დოლით ხელში. ვხედავ ირაკლი ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილს და ბორჯომის ბოთლს. ოღონდ ამჯერად ბორჯომის ბოთლი ბიძინა ივანიშვილს უჭირავს. საინტერესოა, რატო უჭირავს? ჩემს ხილვაში ასევე ვხედავ ხელისუფლების გამოგლეჯვის პროცესს. ოპოზიცია და ოცნება საქართველოს ქალაქებს თავისკენ ეკაჩება. ვხედავ ეს ქალაქები როგორ იწელება, ფართოვდება და ქვეყანა ისევ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იჭიმება. ამ გამოგლეჯვის და გაწელვის შემდეგ. ვხედავ იუსტიციის სახლში მორბენალ ოცნების დეპუტატებს, რომლებიც პასპორტში სქესის შეცვლას ცდილობენ სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს, რომ ვერავინ იცნოს, მაგრამ ამის საშუალებას ირაკლი კობახიძე არ აძლევს. აი ამიტომ ვერ მოგვერევიან ძვირფასო მეგობრებო, აი ამიტომ გავიმარჯვებთ, აი ჩემი ხილვებს თუ დაუჯერებთ. აი ეს არის, ეს აუცილებლად ეს ხილვები ყოველთვის მართლდება ამიტომ. არ ვიცი ეს 4 ოქტომბრის მერე რა იქნება, როგორ იქნება, რა იქნება, მაგრამ 4 ოქტომბრის მერე რომ 5 ოქტომბერი იქნება, ეგ უეჭველი ვიცი, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს უნდა აფორმებდეს ბენდი თამუნალე კვეიშვილის ხელმძღვანელობით. იმედია მალე გააფორმებს ძვირფასო მეგობრებო. მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ფონდ ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი ქალბატონი ნინო კალანდაძე. აქვე და აღნიშნო, რომ სტუმრის ეს ბლოკი ჩაწერილია ძვირფასო მეგობრებო 4 სექტემბერს შესაბამისად რაღაცა თემებს ვერ ვეხმიანებით, მაგრამ სტუმარი ძალიან საინტერესო გამოვიდა. აქვე და შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარმომადგენელია კომპანია PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მისი ინტერესებზე სრულვაა PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი. ჩვენი არხის მოძებნა თქვენ სატელევიზიო პულტებზე არის ძალიან მარტივი, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილკნეტის ნომერი 345, ახალი ქსელები 345 და მარტივი არის ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ-შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ოცნების ტიტუშკის პოეტური პერფორმანსი, რომელსაც დავარქვით კახის შტაბის განდაგანა. ნახოთ. დილაობით დედა ჩემსებს, ღამღამობით ბებია ჩემს.
ოღონდ დავწინაურდე და შინაურსაც აღარ ვარჩი. ქალს თუ ნეკნი ჩაუტეხე, რა პანიკა შეიქმნა. ქალი ვაფშე რო იცოდეთ, კაცის ნეკნი შეიქმნა. ხო, როდესაც აქციაზე გადავალ, მიწევს ქნევა ხელის, ფეხის, კეტის, ჯერ სადახარ, ყველაფერზე წავალ, ტიტუშკა ვარ პერსპექტივით მეტის. რაც კი დარდი დამიგროდა გულში, მშიერ ხალხზე ამოვიყრი იმჯავს. მარცხენათი ქალს მურს ურტყავ ყურში, მარჯვენათი გადავიწერ პირჯვარს. ვიცი, ისევ დაუჩოქებთ მართლს, თუ გაასხა თქვენმა happy end-მა. დავამწუხრებ ნებისმიერ ქართველს იმისთვის, რომ გამიღიმოს ბედმა. ევროპელებო ვერ შევცვლით, დაბადებული ჩვენ ვართ ქოცივით. ქვეყნის სიყვარულს გულით ვატარებთ კისერში სველი პირზე ხოცივით. ტრენინგებზე სუში დავდივარ და საღამოსკენ შტაბთან ავდივარ. პატრულს მივმართავ, დუბიკით ხელში არ დამიჭიროთ, თქვენიანი ვარ. ქართველის გარყვნის მიზნებით ევროპას სისხლში ჩავახჭობ. ქალის ტრ***ებზე ვიღზნებით, კაცის ტრ***ს კი დარაჯობ. გაბრწყინება გადავდეთ და სიბნელეში დავიჩოქეთ. იბერიას კი არ ვაქრობთ, იბერიას ვაბიჩოკეთ. ხოდა თუ არ შეწყვეთ წუწუს, ისევ გიჩვენეთ გოგო. რატო ხსენ? აბა როგორ გონია? ჩაჩი რატო ვარ დამატებული? შენ სწავლობ, წვალობ, მერე კი გცემ და 2 დღეში ხდები წარმატებული. ყველგან გავჩნდებით, არ მივატოვებთ ჩვენი სამშობლო სადმე თუ ღელავს. ახლა ვიშლებით შტაბის ლომები. მშვიდობიანი ღამე ყველას. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსოვდეთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice-G. Voice-G ავტომობილსახურის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. კიდევ ერთხელ შეგახსენეთ ჩვენმა შემოქმედებით მეჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენს პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილკნეტი 345, ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. კიდევ ერთხელ შეგახსენეთ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლე. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური ნომერი 1 ჩვეულებრივი დღე ქართული ოცნების ჩინოვნიკის ოჯახში. აქვე შეგახსენოთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში. ინსაუნდი სტუდია, რომელსაც ვენდობით. ნახოთ მუსიკალური ნომერი. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილკნეტი 345. ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ძირფასო ტელემაყურებლებო, ბრუნდებით ეთერში და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარს ქალბატონი ნინო კალანდაძე. ძალიან დიდი მადლობა ნინო, რომ მოხვედით ჩვენ გადაცემაში სტუმრად. ვიცი რომ ახლა ისეთი პერიოდი უდგას ჩვენს ქვეყანას, რომ არავის ასაცილოდ არ გვცალია, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა საინტერესო თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ. ხო, ხართ მზად? კი გამიკვირდა სხვათა შორის, გამარჯობა, მიხარია რომ თქვენთან ვარ კვლავ. ხო. გამიკვირდა. ვიკითხე ხო ნამდვილად იუმორისტულ გადაცემაში მებადიჟებით თქო, იმიტომ რომ თან თქვენს მარიამს ვესაუბრებოდი და თან ტელევიზორში იჭერენ და ახტებიან ერთმანეთს და აფურთხებენ და იქ მოკლედ ვიფიქრე რომ ხო არ აგვერია რამე თქო და მე მითხრა მოკრძალებით რომ კიო, ვანოს შოუაო, მაგრამ ნუ ძალიან ბევრსაც ალბათ ვერ გავიცინებთ. ხო, ნუ რას ვიზავთ, მაგრამ ნუ რაღაცა თემებზე მაინც მოგვიწევს საუბარი. აი ხა ჩვენ ძალიან ისეთ გამოცდილი დიპლომატი ქალბატონი ბრძანდებით. ძალიანაც არა, გამოცდილი, მოდი ესე ვთქვათ რა, ერთ-ერთი პროფესიონალი რა, ამ საქმეში. რამდენი პერიოდი გავიარეთ ცხოვრებაში, ხო? ანუ გავიარეთ, ზვიადის ეპოქა, კიტოვანები, შევარდნაძე, მიშა გავიარეთ, და ესენი აი დღევანდელი ეს სიტუაცია. რომელიმე ეპოქასთან ახლოს მივა, ანუ დღევანდელი ეს ქაოსი, რაც ამ ქვეყანაში არის. მე ვფიქრობ, რა არის, იცი, აი
კიტოვანის დროსაც რაღაცა ისეთი სტანდარტი არსებობდა რა. ანუ ისიც სიგიჟე იყო, მაგრამ მაინც რა. ანუ შენი შეფასება როგორ არის? როგორ უყურებ დღევანდელ მდგომარეობას? საქართველოში არ მახსენდება. ხო, ანუ ის რაც თქვა საერთაშორისო ურთიერთობები, მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობები რომ მოვიცვათ, ამის მიღმა არ ვაკომენტარებ. საერთაშორისო ურთიერთობებს რაც შეეხება მსგავსი ამბის მომსწრე საქართველო არ არის. ის რომ აი ასეთი მიზანმიმართული, აგრესიული და საკუთარი თავის და საკუთარი სახელმწიფოს შეურაცხყოფელი პოზიციონირება არის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა. არასდროს არსად არ გამიგია, არ ამომიკითხავს, არ მინახავს, არ მსმენია. შევარდნაძის დროს იყვნენ ოდიოზური პირები, ნამდვილად, პოლიტიკოსებიც და საერთაშორისო ურთიერთობებიც ძალიან ახალი იყო და არ იცოდა ხალხმა დასავლეთთან ურთიერთობა რა ხილი იყო და ამიტომ ცოტა გრუზინული დამოკიდებულებები იყო იქაც და გვახსენდება რამდენიმე ისეთი კომიკური შემთხვევა მაშინაც, მაგრამ ეს არ არის კომიკური რაც ახლა ხდება. ეს არის რაღაცა რამაც თავიდან მეც მაფიქრებინა, ხანდახან მეც კი გადავდივარ ხოლმე იმ ტალღაზე, რომ მგონი ესენი მართლა გაგიჟდნენ. მაგრამ მე ვიფხიზლებ თავს და მახსენდება, რომ არავინ არ გაგიჟდა. რუსები არ გიჟდებიან, ძალიან მიზანმიმართულ პოლიტიკას წერენ და ძალიან კარგად იციან საქართველოში რომელ მოლაპარაკეთავს რა გზავნილები უნდა მიუსადაგონ და ვის რა უნდა გაახმოვანებინო და სხვადასხვა როლები აქვს გადანაწილებული. პერსონაჟებად ყავთ თავს მოლაპარაკეთავები და ვიღაცა არის მასხა ჯამბაგზის როლში, რომელიც აი რაღაცა ურსულა და რაღაცეებს რო იგონებს, აი ესეთები, გიჟიმანტასი და აი რაღაცეებს ვინც იმეორებს ამას ძალიან ამაყად და რაღაცნაირად ეკიგნურად. ხო, მოწონს თავი ამ როლში. მე ვიღაცები ყავთ, ვინც გამორჩეულად კარგად იგინებიან, კარგად ილანძღებიან, კარგად იფურთხებიან და მე იმათ აწინაურებენ და ზოგი პრეზიდენტი ხდება და ზოგი რაღაცა და აი ამ სტატუსის ფორმალიზება ხდება. ვიღაცები ყავთ უფრო ისეთი სოლიდურები, რაღაც ვოლსკი მაგალითად უფრო ჭკვიანურ რაღაცებს ლაპარაკობს ხოლმე და უფრო სერიოზულად და ვითომ უფრო ემპათიური აი ჟურნალისტებს რაღაცნაირად დელიკატურად ესაუბრება ხოლმე. სინამდვილეში ყველას ერთი ამოცანა აქვს, აბსოლუტურად იდენტური სქემით მოქმედებენ, უბრალოდ სხვა როლს ასრულებენ. ამას არაფერი კავშირი არ აქვს რაიმე ქართულთან, ან დიპლომატიასთან, ან საერთაშორისო ურთიერთობებთან, ან სტრატეგიულ კომუნიკაციასთან, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაციული ჰიბრიდული ომის გამოკვეთილი ნაწილი, რომელსაც აი ეს მოლაპარაკეთავები ძალიან ეფექტურად ახორციელებენ საქართველოში და ამით აძლევენ ამ ლანძღვის ადრესატი არ არის დასავლეთი. ამ ლანძღვის გამგონი მათთვის არის საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც ისინი აძლევენ აი ამით განცდას, რომ ჩვენ დასავლეთზე მაღლა ვდგავართ, რომ აი ისინი რამე განსაკუთრებულს კი არ წარმოადგენენ, შეგიძლია ისინი ნებისმიერ დროს ლანძღო, იმიტომ რომ აი ამას აი კარგად შეიფერებენ, შეიშნობენ და სინამდვილეში მათ არაფერი ეთქმით. იცი რა უნდა კითხო ახლა მაგალითად ხო რადგანაც ეს ჩამოვარდა საუბარი ხო და ამბობ რომ აი პირდაპირ რუსული ანუ ის არის ხო ხაზი. ჩემი ვერ მარცხნივ. ხო, იმიტომ რომ ახლა რუსეთისთვისაც ლაპარაკობენ ამას, ნახე მე ესეთი ვარ. თვითონ პროპაგანდა, ანუ ხო, კარგად შეისწავლე ზოგადად პროპაგანდა რუსული. შენ კარგად გაქვს შესწავლილი. რაზე დგას, ანუ რა არის? თავად ამოსავალი წერტილი. ჰიბრიდულ ომს სხვადასხვა ასპექტი აქვს, მაგრამ საქართველოში მთავარ გამოწვევას რაც წარმოადგენს, არის ორი რაღაცა. და სხვადასხვა შორის ეს ჩემი მთავრობის პერიოდშიც, ან ჩემი წინა ხელისუფლების პერიოდშიც საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, რომ ჩვენ სერიოზულად არ ვუყურებდით რუსულ პროპაგანდას, ან ჩვენ არ აღვიქვავდით პროპაგანდას როგორც საფრთხეს და აი ეს რაღაც ასავალ-დასავალი რაღაც 1000 ბინძურეს რომ დაწერდა და ჭორებს გაავრცელებდა. მაგრამ საკმაოდ ქვედაშრეებს აღწევდა და ძალიან კარგად გავრცელებული იყო, ძალიან კარგად დაფინანსებული იყო, მაგრამ ну აი უმეტესობისთვის ეს იყო რომ კაი კაცო ეგ არაფერი საინტერესო არა, კაი გაატარე, მაგას ხო არ ვუპასუხებთ და აი ამ ხუმრობა ხაშურის დასავლეთსაც დიდი ხანი დაჭირდა, სანამ გააცნობიერა სინამდვილეში რა ძალა აქვს რუსულ პროპაგანდას, რომელიც ისინი სოფლიოში ავრცელებენ ძალიან ეფექტურად და
მეორე გამოწვევა რაც საქართველოში არის, უზარმაზარი, კარგად დაფინანსებული დეპარტამენტებია, რომლებიც მხოლოდ იმაზე მუშაობენ, რომ საქართველოში მოახდინონ დესტაბილიზაცია. ძალიან სიღრმისეულად ყავთ, ბევრად უკეთ ვიდრე ჩვენ ალბათ ჩვენი თავები, შესწავლილი ჩვენი ფსიქოტიპი, აი ჩვენ ყველა ქართველში პატარა კოცი. იმას იცნობენ, იციან იმას როგორ ჩვენში ცხოვრობს პატარა კოცი. მე ხშირად რომ ხაშურს ბევრი მეკამათებები რომ ყველს რომ მე კოცი არა ვარ, მაგრამ მე ხანდახან მომხოლმე რომ აი რაღაც ტიპის პატარა აი პოსტსაბჭოთა და საბჭოთა სივრცე ვინც გამოიარა და აი ამ საზოგადოებაში ვინც გაიზარდა აი პატარა კოცი ჩვენში ყველგან არის უბრალოდ ცოტა უფრო დიდხანს უნდა ფხიკო ზოგს უფრო ზედაპირზეა და აი რუსულმა სპეცსამსახურებმა ვინც ამაზე მუშაობს იმათმა ზუსტად იციან აი ის როგორ გააღვიძონ და აი ის როგორ გამოაფრიზონ მათ ძალიან კარგად იციან რომ ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია ადამიანით მართვის და манипуლირების ზიზღი ანუ აი პოლარიზაციას რო იძახიან საქართველოში ძალიან დიდია პოლარიზაცია ყოფს საზოგადოებას პოლარიზაცია კი არ არის თავისთავად კი არ ყოფს და საზოგადოებაში პოლარიზაცია კი არ არსებობს აი ამ პოლარიზაციის საფუძველი არის აი რაღაცნაირი ზიზღი თუ გაუღვივა ქართველს მეორე მხარის მიმართ მე ის უკვე ძალიან ნოყიერი ნიადაგია და იმას ყველაფერს დააჯერებ იმას მე იმასაც დააჯერებ რომ დედამიწა არ ბრუნავს და იმასაც დააჯერებ რომ შავი თეთრია და იმასაც დააჯერებ რომ რაღაცა ევროპაში უნდა გათხოვდეს და ხო იმასაც დააჯერებ რომ ზიამაღლობელი დამნაშავეა თუ იმას წინასწარ განწყობა შეუქმენი მე იმას ყველაფერს დააჯერებ და ამით ქმნიან ისინი აი ამ უკიდურესად დაპირისპირებულ მხარეებს რომლებიც სინამდვილეში აი ეს რუსული ფაქტორი რომ მოხსნა რომელიც ხელოვნურად აღვივებს ჩვენში ამ ბოროტებას სინამდვილეში ჩვენ ერთმანეთთან გასაყოფი საერთოდ არაფერი არ აქვს ანუ ერი ვართ რომელსაც ამდენი საუკუნეა მოგვიტანია ერთმანეთი იმიტომ რომ სინამდვილეში გვიყვარს ერთმანეთი და კარგი ხალხი ვართ იცი რა უნდა გითხოთ ეხლა რადგან თქვენ ხო აკვირდებით პოლიტიკურ მოვლენებს და მივიდიან ანუ ეხლა ბევრი პოლიტიკოსები არიან რომლებიც მაგალითად ბევრი პერიოდი გამოიარეს ხო ეგეთი პერიოდი მრავალჭირნახული ხალხი და რომელიც დღესაც ნუ აქტიურობს რა ნუ იმით რომ ხშირად მომისმენია ისინი ხშირად უთქვამთ რომ ბიძინა ცუდია ხო ის ხალხიც ხო და ხო თან ანუ ბევრი მაგალითად ამბობს რომ აი გაიძახიან რომ ბიძინა რუსია რა რუსეთის ის არის რა ანუ და რეალურად ხო ანუ დიდი ხანი იქაც მუშაობდნენ ხო რაღაცა მოყვარს ხოლმე სიტყვა ყველას თავისი ისა აქვს რა განსხვავებული ათulis წერტილი ასე ვთქვათ ხო რას იტყვით ხო ესე იგი კი არის შეხუშ ამ თვალსაზრისით რაღაცნაირად უნიკალურია ქართული პოლიტიკა იმიტომ რომ ქართული პოლიტიკა არის სივრცე სადაც შეიძლება ყველაფერი შეგეშალოს ცხოვრებაში და მაინც საჯარო სივრცეში იყო აი რაღაცნაირად აი და მაინც საჯარო ფიგურა იყო და მაინც რაღაცნაირად ავტორიტეტს წარმოადგენდა აი შეიძლება რომ ყველა პროგნოზი შეგეშალოს შეიძლება რომ ყველაფერში აცდენილი ყოფილიყავი რაც პოლიტიკოს მოეთხოვება შეიძლება აბსოლუტურად მადისკრედიტირებელი ქმედებები განგეხორციელებინო საჯარო სივრცეში და მაინც რაღაცნაირად ჩამოირეცხო და ლამაზად დღეს კარგი ადამიანი იყო დღეს არა მხოლოდ კარგი ადამიანი იყო არამედ იყო ავტორიტეტის სამაგალითო და ექსპერტი ბიძინაზე ხო არის ხალხი ვინც რაღაცნაირად ვიბრალებთ რომ 2011 წლიდან ვიცოდით რომ ბიძინა რუსია და მინიმუმ ის მაინც ვიცოდით რომ ბიძინა კარგი კაცი არ არის რომელსაც საქართველოს უნდა რომ სწორგზაზე დააყენოს და ეხლა არსებობს მთელი რიგი ადამიანების, ვინც ბიძინასთან ერთად იყვნენ 11-ში, 12-ში, 13-ში, 15-ში, 18-ში და მერე ეხლა დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნუ აი თქვენ არ გესმით, რომ ეს კაცი რუსია და ძალიან საინტერესოა, რომ მან წყალგამყოფი არის, რომ ყველას თავისი ათვლის წერტილი აქვს. ბიძინამ როდის გადაუხვია კურსს. როდიდან არის რუსი? როდიდან გახდა რუსი? როდიდან გამიდგა ევროპას და როდიდან ხო ემორჩილება, ესე იგი და ეს ათვლის წერტილი ძალიან საინტერესო ფაქტორს ეფუძნება ჩემი დაკვირვებით. ესე იგი ყველას ათვლის წერტილი იწყება იმ მომენტიდან როდესაც ის ბიძინამ გამოვაგდო თავისი გუნდიდან. ხო. ზოგისთვის ეს მოხდა 2013 წელს, ზოგისთვის ეს მოხდა 2016 წელს. ზოგი აგერ სანამ უკრაინის ომი დაიწყებოდა და მას შემდეგაც
გადაკლული დამცავი იყო ბიზნეს პროევროპული კურსის. მაგრამ მე უცებ აღმოჩნდა, რომ 2024 წელს აღმოჩნდა, რომ ბიზნეს თურმე 6 წელია რა ბიზნესია, ზოგისთვის 8 წელი, ზოგისთვის 4, ზოგისთვის 3. სხვა შორის ეს განსხვავებული არ არის წინა ხელისუფლების პირობებში ზუსტად ასე იყო, ესე იგი წინა ხელისუფლებაში ხო გვახსოვს, აი ბევრი განუდგა წინა ხელისუფლებას სხვადასხვა ეტაპზე მმართველობისა. ზოგი რაღაც ზოგმა ფრაქცია დატოვა 2005-შივე, ზოგმა მერე რაღაც 2007-მდე დაიცადა, ზოგი 2009-მდე მივიდა, ზოგიც 2011-მდე. ესე იგი, იქაც მათთვის სისხლიანი 9 წელი ზოგისთვის დაიწყო 2007 წელს და ზოგისთვის დაიწყო 2010 წელს. ანუ სისხლიანი 9 წელი არის 2011-ში. ხო. დაიწყო. მცოცავია. მცოცავია. სისხლიანი 9 წელი ზოგისთვის მცოცავი ის არის, რა ქვია, თარიღი. მცოცავია. 2011-ში დაიწყო სისხლიანი 9 წელი ზოგისთვის, ხო? ეს კაი შედარება იყო არაჩვეულებრივი თან, ხო? თან ეს მომეწონას თქვენი ეს მოსაზრება, რომ დღემდე რო გვეუბნებიან, რომ ბიზნესა რუსია და ბიზნესა რო ცუდია. ნუ, მაგრამ ნუ პოსტებიც ხო არის ესეთი. ხო, გვარწმუნებენ ამაში. ხო. იცი რა უნდა კითხო, ეხლა რადგან თქვენ ახლა მუშაობდით საგარეო საქმეთა სამინისტროში, მოადგილე იყავით. დღევანდელ საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას თუ ადევნეთ თვალყურს და აი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს რა საქმე აქვს? ეს იუმორისტული ნაწილია ხო ჩვენი გადაცემა? ზოგადად კითხვა იუმორისტულია. იმიტომ რომ არ ამგონია რომ ეს სერიოზული კითხვა იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა უპასუხოთ, ანუ მე ვეცდები რომ სერიოზულად ან მართლა რა საქმე აქვს დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ზოგადად პატარა ქვეყნის ისეთი როგორც არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელი საქმე კი არა აქვს მისი ფუნქცია და არსი მდგომარეობს იმაში რომ მან უნდა განახორციელოს სახელმწიფო პოლიტიკა, ანუ ის რაც არის ქვეყნის საშინაო პოლიტიკა და საშინაო პოლიტიკის და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისთვის, რაც არის საჭირო საგარეო ურთიერთობებში. დღეს პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს არ ყავს ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკას იმუშავებს. საქართველოს ყავს ეგრეთ წოდებული პროქსი წარმომადგენლობა, ანუ რეჟიმი, რომელიც ემორჩილება სხვა ცენტრს და იმ ცენტრიდან იმართება და იმ ცენტრის ინტერესში არ არის საქართველოს განვითარება. იმ ცენტრის ინტერესში საქართველოს განუვითარებელი, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორია უნდა განაგოს და განკარგოს ამით ისე როგორც რუსეთის ინტერესებში შედის. ამიტომ საქართველოს საერთოდ არ ყავს ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო სტრატეგიას აყალიბებს. შესაბამისად, მას საერთოდ არ ჭირდება საგარეო საქმეთა სამინისტრო, იმიტომ რომ ახლა ლავროვთან თავისითაც არიან კავშირზე. ჩინეთთან ურთიერთობებს რუსეთი ისედაც ამყარებს, ისე რომ იქ ივანიშვილის მონაწილეობა საერთოდ არ არის პრიორიტეტული, ხო? ამიტომ მაკა ბოჭორიშვილი რომც იყოს მინისტრი, საერთოდ რა ფუნქცია უნდა ქონდეს, გაუგებარია, ხო? მათ ანუ ხო პირობითად თუ ეხა არაღიარების პოლიტიკა იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკა, როდესაც რუსეთი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავდა იმისთვის, რომ სოფლიოს სხვა ქვეყნებს ეღიარებინათ სამაჩაბლოს და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული ძალისხმევა იყო მიმართული იმისკენ, რომ ეს არ მომხდარიყო და ამიტომ ურთიერთობდით ისე ქვეყნებთან, რომელთაც სხვა შემთხვევაში ჩვენ პოლიტიკური ან რაღაც ეკონომიკური კვეთა არ აგვაქვს. მაგრამ მაკა ბოჭორიშვილს საერთოდ ინსტრუქციაც არ აქვს. მისი მთავარი ინსტრუქცია ეხლა რა შეიძლება მე რო წარმოვიდგინო, არის ის, რომ მას ევალება ჩავიდეს და სხვა ქვეყნებში ილობიროს, რომ ივანიშვილი არ დაასანქცირონ. ანუ რაღაც ლობისტური ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ემსახურება მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს და სწორედ ეს არის შედეგი იმისა, რომ მას არავინ არ აღიარებს და მასთან არავინ ურთიერთობას არ ამყარებს ცივილიზებულ გარემოში. ამიტომ არის რომ ჩადის რაღაც ბოცვანა და რაღაც ქვეყნებში, რომელსაც საერთოდ არანაირი ურთიერთობები არ აქვს. რაზე ლაპარაკობენ? არც კულტურული, არც იდენტური. ბოცვანას ხელმძღვანელთან რაზე რა თემაზე საუბრობენ? რომელ რა სტრატეგიული ამოცანა გვაქვს ბოცვანასთან? კიდე იყო ბურუნდი, რომელიც ყველაზე ღარიბი ქვეყანა არის მსოფლიოში. შეიძლება გვინდა რომ გავამდიდროთ, შეიძლება კოლცენტრების რაღაც ნოუ-ჰაუ გვინდა რომ შევიტანო. კი ბატონო. ნინო ერთი ესეთ ჩამჭრელი კითხვა უნდა დაგისვა. რომელი წლიდან მიხვდი რომ ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს? ჩემი აზრით საქართველოში 2016 წელს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ
ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ივანიშვილი საქართველოში არჩევნებს აღარ ჩაატარებს და მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მის ხელთ ყოფილიყო ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო ბერკეტი და რესურსი, რომ მან არ დაუშვას საქართველოში არჩევნების ჩატარება. ეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა 2016 წლის პირველი ტურის შემდეგ, როდესაც მათ მისაღები და მიუღებელი მეთოდებით დაარბიეს საარჩევნო უბნები და ოლქები, უდიდეს მასშტაბში გააყალბეს არჩევნები, მაშინვე რო კონსოლიდირებულად ყველას ეთქვა, რომ ჩვენ გაყალბებას არ მოვითმეთ და ეხლა ვაცხადებთ ბოიკოტს, ამას შესაძლოა ხელისუფლება ვერ შეეცვალა იმ პერიოდში, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობას ივანიშვილი ვერ აიღებდა, რამაც გარდამტეხი როლი ითამაშა სახელმწიფოს მიტაცების პროცესში. 2016 წლის არჩევნებისას შეიძლება ვთქვათ, რომ ოპოზიციამ დაუშვა შეცდომა იქ. ოპოზიციამ ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა, ამას თამამად ვიტყვი, იმიტომ რომ მაშინ მე თვითონ ვიყავი ამ გუნდის ნაწილი, იმ გაერთიანების ნაწილი, მართალია სხვა ფლანგს წარმოვადგენდი და იმათ მხარეს ვიყავი, ვინც ამბობდა, რომ აუცილებლად საპარლამენტო ბოიკოტი უნდა გამოგვეცხადებინა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ტკიოდა მაშინ ერთპარტიული მოცემულობა. მაგრამ არსებობდა გუნდში მთელი რიგი სხვადასხვა მოტივაციის ადამიანი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ასეთი სლოგანი. ესე რომელი წლიდან ამბობენ მაგას? 2016 წელს 2016 მეორე ტურების სლოგანი იყო ეს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრიო და 9 წელი კი გავიდა ამ ბრძოლას ყოველთვის აზრით. და შენ განამუსებდნენ, რომ მოიცა როგორ, ესე იგი უბრძოლველად გინდა, რომ დაუთმო ყველაფერი? მე ახლა პარლამენტში უნდა შევიდე და ტრიბუნა გამოვიყენო. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ტრიბუნა. ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ. იქ აუცილებლად ხმამაღლა მიკროფონში უნდა იქ ზარკვას შევეკამათოთ. ამის შედეგი ახლა სასაცილო კი აღარ არის, მაგრამ ამის შედეგია ის, რომ ამ პარტიების ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი ხო ვარდება და პარალელურად ამათი რეიტინგი კიდევ უფრო ვარდება, იმიტომ რომ წლიდან წლამდე ჯერ ხო აბსოლუტურად არათანმიმდევრულები არიან და მე ატყვევენ ამ მომრჩევას ხმამომეციო და მე შერბიან პარლამენტში იმ მანდატით, რომელთაც იმან უთხრა ბიძინა დაამხეო, შენ შედი პარლამენტშიო კი არა. კარგი, იცი რა უნდა, ეხლა ცოტა მინდა შენს მაინც კარიერული ამბავს შევეხო, ახლა რადგან საგარეო საქმეთა მინისტრი იყავი, ალბათ ხო ბევრს დაფრინავდი. ხო და მე ამდენ იტან ფრენას ისე. ბოლო დროს უკეთ, მაგრამ იყო დრო, როცა საერთოდ ვერ ვიტანდი განსაკუთრებით ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, იმიტომ რომ იმ დროს ისედაც ცოტა მეძინა საქმიდან გამომდინარე, რაღაც რეჟიმი გაუგებარი, მე 45 ქვეყანას ვფარავდი და რა თქმა უნდა, რომ შესაბამისად ბევრი ფრენაც მიწევდა და აიწევდა თუ არა, თვითფრინავი და მაშინ მე ესე ოქროსფერი წერტილები თვალებით ყურებში წვილი, ალბათ წნევა მივარდება. მაშინ მიგული მიმდიოდა. ჩემთან ერთად თუ ვიმოფრინავდა, იმან იცოდა, რომ ამ დროს უნდა გამოიძახოს ისინი რაღაც სასწრაფოდ კოკა-კოლა დამალევინო, სასწრაფოდ უნდა მოკლედ ცივი წყალი, ეს მიმაწვინო და მე მოვდიოდი ჭკუაზე, მაგრამ ნუ ხო და ისინიც მობილიზებულები იყვნენ ხოლმე და ერთხელ იყო ერთი, აი რაღაცა ჯოჯოხეთური რეისი მახსოვს, ჩვენ მაშინ გაერთიანებულ საემიროსთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მათთან სტრატეგიულ ურთიერთობებს ვამყარებთ და მათი მოკლედ ერთ-ერთი საერთაშორისო აქტივობა არის, რომ მათი რაღაცა ნოვაციური პროდუქტისთვის პრეზენტაცია უნდათ რომ ჩატარდეს აბუ-დაბიში და ამის კენჭისყრამიდის საერთაშორისო ფორმატში და იმისთვის რომ საქართველოს თავისი პატივისცემა მოკლედ დაუფიქსიროს მეგობარ ქვეყანას აუცილებლად მაღალი დონის თანამდებობის პირი უნდა გააგზავნონ და შეხვედრა იმართება შარმელ-შეიხში და მოკლედ რაღაცნაირად მოვიხედეთ ვიღაცები ადგილზე არ არიან ვიღაცას და მოკლედ მთხოვეს რომ თუ შეძლებო იქნებო მოკლედ გაფრინდეოდ მე ვიფიქრე რომ შარმელ-შეიხში რატო არ ჩავფრინდები მიიღო და კენჭს მივცემ ხმას იმიტომ რომ შეთანხმებულია სამთავრობო პროცედურები გავლილი აქვს არაფერი რაღაცა პირიქით სასარგებლო საქმეა ქვეყნისთვის და რატომაც არა ხო და აღმოჩნდა რომ პირდაპირ ფრენა მაშინვე არ არის და საერთოდ იქ რომ ჩავახციო უნდა რაღაც 6 ქვეყანა გამოვიარო ანუ მე უნდა ვიყო რაღაც 20 საათი გზაში უნდა ვიყო იქ ჩავიდე ხელი ავწიო იმათ გავუღიმო და წამოვიდე
იმ საღამოსვე უნდა გამოფრინდე, იმიტომ რომ მე რო იქ ჩავახწევ, უკვე ჩემი წამოსვლის დრო იქნება. მოკლედ, ერთი გაფრენა, მეორე გაფრენა და ყოველ ჯერზე ხომ მიწევს აფრენა, კიდე გადაფრენა და ბოლო მონაკვეთი, არ ვიცი, მე მგონი მართლა გლობუსს შემოვარტყიწრე. ბოლო მონაკვეთი არის, არ ვიცი რა ქვია, ადრე რო კუკურუზნიკებს ვეძახდით, რაღაცა უბედურება. ჩიტი. რაღაც უბედურება, თითოს კამირო დგას და ისე რომ დავინახე, ვიფიქრე, ამით უნდა გავფრინდე თქვა და აი მაშინ რომ ჩავჯექი და ის როგორ იყო, იცი, აი აფრინდა, ძლივს მოვსულიერდი და უკვე დაშვებას იწყებს და მანდ უკვე მივხვდი რომ მე მგონი შეცდომა დაუშვი. მე მგონი არ უნდა დავთანხმებულიყავი იმას, რისი აწევაც არ შეგიძლია. ხო და ჩავედი, იქ არის უზარმაზარი მიღება და დილას არის კენჭისყრა. მე უნდა ამ მიღებაზე მივიდე. მივესალმო როგორც საქართველოს დელეგატი. გავეცნო, ჩემი ბეჯი რაღაცები ავიღო და მეორე დილას უნდა კენჭისყრაში რო ჩავედი და მიმიყვანეს ოთახში, გავხდი ისე ცუდად, რომ ჯერ ხო სასტრაფოზე დამჭირდა. ხო. მიღება და გაღიმება კი არა, სარკეში ვერ ვიხედებოდი და ისე ჩაიარა ამ კენჭისყრა. ისე ლამაზად ჩაიარა. ისთვის ვიფრინე, რატო ვიფრინე, რატო დავიზიანე ჯანმრთელობა, რა ძალა მედგა. და გამოფრინდი უკან ხმარი მიგიცია. არ საქართველოს არ დაფიქსირდა საერთოდ რომ იყო იქ. არ ვიცი, მე როგორ დალაგდა ეს ურთიერთობები, მე დიპლომატიური რამდენი ბოდიში ვიხადეთ, უკვე ვეღარ მივადევნე თვალი, რომ შეპირებული მინისტრის მოადგილე არ ჩამოვიდა და არ ეახლა. მათ ალბათ იფიქრეს, რომ ვიღაც გრუზინი ტიპი გამოაგზავნეს, სადღაც დათვრა ალბათ და წავიდა და არ ვიცი, ალბათ რამეს ეგეც იფიქრებდნენ, რაც ჩვევიათ, რომ ჩვენზე იფიქრენ, ალბათ ეგეც იფიქრებდნენ რამეს. რა იფიქრეს, რომ კინაღამ შევეწირე ამ მოგზაურობას. და ესეა ბოლოსკენ მიდახარ საპარლამენტო ცხოვრებას გამოიარე და ეს მაინტერესებს შენი შენი ინიცირებული ყველაზე პოპულარული კანონები რომელია? ესე იგი, ვანო, მე რო ჩამოვედი, მე რო შევედი პარლამენტში, მოკლედ, მაშინ გამძაფრებული მოთხოვნილება მქონდა აი ამ რაღაც უსაფრთხოების წესების დახვეწის და მოკლედ იყო წელი, როდესაც შაყირავდნენ, რომ კალანდაძემ ყველა რეკორდი მოხსნა საკანონმდებლო ინიციატივების, მე იურიდიულ კომიტეტში ვიყავი და კონვეიერი ჩემ მქონდა და შემ მქონდა საკანონმდებლო ინიციატივები და მათ შორის ყველაზე მეტად რაც მე ამაყება არის რომ ღვედების შენია საკანონმდებლო ინიციატივა, მოკლედ მეკუთვნის მე რომ მოსახლეობამ და ღვედი გაიკეთა. ესე იგი, ანუ ვერ ჩემი დამსახურებაც იფიქრებდი რომ ქართველებს ეს ღვედებს გააკეთებენ. ვერა თუ ვერ ვიფიქრებდი, ესე იგი, ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, ვანო რომ ჩვენ ცხოვრობდით იმ დროს, როდესაც არა თუ უბრალოდ ხალხი ღვედს არ ეკეთებდა, ღვედები გადაჭრილი ქონდათ, ანუ მანქანებს ღვედები აღარ ქონდათ. იმდენად ეწინააღმდეგებოდნენ ამ იდეას, რომ ამბობდნენ, რომ კალანდაძესო ღვედების გადაკეთების სერვისის ბიზნესი აქვს. ანუ ვისაც მოჭრილი ხონდა, ვისაც მოჭრილი ხონდა, ტაქსისტებს ბევრს მოჭრილი ხონდა. იმიტომ რომ აქ ასევე შემოდიოდა ამ ძღოლების ვალდებულება, რომ გვერდზე ვინც გიზის, იმასაც უნდა მოკლედ ჩაურჭოდა. ყველაფერი იხარჩებოდა ტვინში, გარდა იმისა, რაც იყო ამოცანა. ნინო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდა. მინდა წარმატებები გისურვო და ყველას. იმედი მივცეთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ყველაფერი იქნება კარგად ძალიან. აუცილებლად. წარმატება ამ ქვეყანას. წარმატებებს გისურვებთ, ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ნინო კალანდაძე. მადლობა. თვითონო ტელემაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა, ერთმანეთს შევხვდებით. რა თქმა უნდა, ზუსტად ერთ კვირაში მშვიდობიან შაბათ-კვირას გისურვებთ, მშვიდობიანს პირდაპირი მნიშვნელობით. არ გადართოთ წინ ვიკა ბუკიას პირველი ხაზი გელოდებათ. ნახვამდის. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.